მოგესალმებით. საღამოში ვიდეობის დიდი ხანია. ასეთი მსგავს ფორმატში აღარ ჩავიწერია ვიდეო. არ ვიცი ხარ რა იყო გაზაფხული არის. თავისებური გაზაფხულს ახლავს ეიფორია. ხოდა რაღაცნაირად არ მქონდა იმის განწყობა რომ ვიდეო ჩამეწერა. და აი გადავწყვიტე ახლა ჩავწერო ვიდეო დაბადების დღის შესახებ. დაბადების ყველა ადამიანი იბადება, ვერდება და კვდება. ხოდა მეც მათ შორის როგორც ყველა ადამიანი დავიბადე, ჯერჯერობით ცოცხალი ვარ. სიკვდილის არ ვიცი, სიკვდილის საკითხი ცოტა ისეთი არის, რომ გაიგებ როდის მოკვდები, მაგრამ ესე კაცობრიობის გამოცდილებიდან გამომდინარე და ლოგიკიდან ჯერ რაღაც გარკვეული დრო კიდე მაქვს. 8 ივნის შემისრულდა დაბადების დღე, 42 წელი შემისრულდა. 8 ივნის. ეს დიდი არაფერი მოკლედ ეს ჩემთვის როგორ გითხრათ ძალიან გაფეტიშებული დღე არ არის, თუმცა რაღაცნაირი ღელვარება მიპყრობს ხოლმე რაღაც დაბადების დღე რომ მოდის. მაინც ფიქრობ რომ აი ამ დღეს მოევლინე დღის სინათლეს. მანამდე დედის მუცელში ვიზიხარ. მანამდეც უკვე ასე ვთქვათ გაგაჩნია რაღაცა ინსტინქტები. შეიძლება ვერ ალაგე ფიქრებს და იმას, მაგრამ რაღაც შეგრძნებები გააქვს. საკმაოდ ძლიერი შეგრძნებები თან სხვათა შორის. მე მუცელში ყოფნის პერიოდი არ მახსოვს, მაგრამ აი მახსოვს მაგალითად დედაჩემს რომ ეჭირე ხელში ყველაზე პირველი და ყველაზე ძველი მოგონება, რომელიც აი მართლა ნათლას მახსოვს, რაღაცა აბსტრაქტულად არ არის, ვარაუდით და რაღაცა არა. ხელში უჭერი ვარ დედაჩემს, აღებს რკინის კარს, მწვანე ფერის რკინის აი ვარატას რო ეძახიან რუსები და საქართველოშიც გავრცელებული იყო ადრე. ეს ასე ვთქვათ რას ეძახიან სიტყვას ბარბარიზმი თუ რა მნიშვნელობა აქვს. ხოდა იღება ეს ალაყაფის კარები, რკინის კარები იღება და ხედა მამაჩემს. ძალიან ახალგაზრდა ახლა რომ ახსენდება, პატარა მე რო დავიბადე, არ ვიცი 22 წლის იყო მეგონი. პატარა იყო ხა ჩემი ამასაკის გადასახედიდან ღლაპი იყო. ხოდა ეს დესი სიხარული რომ აი მე რაღაცნაირად სიყვარულს უგრძნობდი აი ორი ადამიანისგან, ორივედან რომ რაღაც ძალიან ესეთი იმპულსი მოდის და დარწმუნებული ვარ აი მუცელშიც გრძნობს ადამიანი, მოკლედ რას მოვაყოლე დაბადებას ხო? დაბადება ეს ოფიციალურად რომ გამოეყოფი, ასე ვთქვათ, მშობლიურ წიაღს და იწყებ დამოუკიდებელი ბჭყალებში ჯერჯერობით დამოკიდებული ხარ, მაგრამ მაინც უკვე როგორც ცალკე ორგანიზმი, ცალკე ესე გამოყოფილად სეპარატისტულად იწყებ ცხოვრებას. ხოდა რა ბევრი დაბადების დღე მაქვს გადახდილი ზოგისად აი ევროპაშიც მომიწია ერთი დაბადების დღე მოგზაურო, წინა დაბადების დღე მაგალითად მომიწია. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო არ იყო, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაბადების დღე იყო. როდესაც მოდიოდი მოტოციკლით ბავარიიდან და ბულგარეთში ულამაზეს ადგილას, უკვე საბერძნეთი ბულგარეთის საზღვართან ახლოს, დინარის სახელწოდება არ მახსოვს სხვათა შორის, თუმცა მაქვს იქ ჩანაწერებში. გათენდა ეს დაბადების დღე არაჩვეულებრივი ამინდია მდინარის პირას
მოკლედ იქ მოტოციკლეტი, ახალი მოტოციკლეტი მოვახტით და გავედი საბერძნეთში. და აი საბერძნეთში სადღაც გავწდი, ესე იგი გავწდი სალონიკს რო გავწდი, იქით სადღაც ზუსტად აღარ მახსოვს, მოკლედ უკვე დაიწყო შებინდება, შევიძინე საუკეთესო ბერძნული ღვინო, რაღაცა მისაყოლებლებიც შევეცადე, რაღაც ბერძნული რაღაცეები მიყიდა, იქაური ადგილობრივი და ეგეოსის ზღვის პირას მოვაწყე ქვებისგან, ესეთი ჩასაჯდომი, რომ კომფორტულად მოკალათებულიყავი და მოკლედ გავშალე კარავი. წინასწარ გავშალე, რომ აი თუ მე ნასვამზე მეთქი არ დამეზაროს, გავშალე კარავი, ყველაფერი მოვაწესრიგე და ესე მოკლედ ზღვის პირას, ზღვის ტალღები, ინტერნეტი არც მქონდა, მქონდა მიმგონი, მაგრამ კი, ინტერნეტი მქონდა, მაგრამ გავთიშე ყველაფერი რა. ამ აბსოლუტური იმით დამტკბარიყავი სიმარტოვით. და იქ მომივიდა ესეთი იდეა. აი დაბადების დღეზე ესეთი საინტერესო იდეა აზრი მომივიდა, რომ აი პირიქით ჩვენ ხო ვითვლით ასე, აი 1 წლის, 2 წლის, 3 წლის, 4 და ასე შემდეგ 100 წლის. და აი უცებ მომივიდა ეს იდეა, პირიქით რო იყოს, თქვათ, აი ადამიანს მოგეცა ეს პირობითად 90 წელი და ყოველ წელს ითვლი, რომ აი დარჩა 99, 88, 87 და ესე ჩამოდიხარ დაბლა. როგორი საოცარი მომენტი იქნებოდა ეს პირიქით რო იყოს. იმიტომ რომ რეალურად ხო პირიქით არის ყოველი გასული წელიწადი გვაკლდება. ჩვენ უბრალოდ ესა გამონაკლისი ამ ამბავში, რომ ჩვენ არ ვიცით რამდენი წელი გვაქვს, შეიძლება გვაქვს 25, 55, 65, 85, არ ვიცი და ასე შემდეგ, ну მაქსიმუმ რამდენი უნდა იცოცხლო, ხო? საკმაოდ აი ეს უკუ ათვლა, ესე იგი, უფრო ჩამოფიქრებელი იქნებოდა და ცოტა არ იყოს საშიშიც კი. ცოტათი საშიშიც კი იქნება. და ამის მერე ესე უყურებ, აი. რატომაც ახლაც რო შემისრულდა ეს 42 კი არ შემისრულდა, თქვათ, რაღაცა დამაკრდა პირიქით. შეიძლება მე ხა ისეთი ასაკი მაქვს, მართლაც 42 შემისრულდა, ორივე გადათვლით. იმიტომ რომ რაღაც შუახნის იმათ ითვლება ხო 40 წელი. ზოგადად 80 წელიწადზე მეც, საკმაოდ იშვიათად ცოცხლობენ. 80-მდეც უკვე ისეთი დაზიანებული ადამიანის ჯანმრთელობა, გარემო ეკოლოგია, რომ 80-მდეც თუ ახვედი, ძალიან მადლობელი უნდა იყო უფლის. არ ვიცი, ძალიან მაინც და მაინც რამე განსაკუთრებული შეიძლება ვერ თქვი, უბრალოდ მინდოდა რომ ეს ჩემ დაბადების დღესთან დაკავშირებით, ზოგადად დაბადების დღესთან დაკავშირებით ესაუბრა. ძალიან კარგი რამეა დაბადების დღე ნამდვილად. იმიტომ რომ დავიბადეთ უკვე გამოვეყავით მშობლის სხეულს. უცნაური გზას გადის ადამიანი და ახლა მოყვები ამას. ჩასახვა მამიდან, თქვათ, მოგზაურობა, მერე დედიდან გამოდიხარ საბოლოოდ. საინტერესო პროცესი არის. უცნაური მისტიკა არის, ახლა ჩვენთვის ეს ძალიან შეიძლება ბანალურია, მაგრამ ეს საოცარი უსაზღვრო მისტიკა არის. როდესაც უფლის განგებით ორი ადამიანი, როგორც საინტერესოდ უწერია ნინო ხარატიშვილს თავის წიგნში მერვე სიცოცხლე, მე მგონი,
რომ ორი ადამიანი რომ მოიხმობს მესამეს. საინტერესო ცნაური მისტიკა არის ნამდვილად. საოცარი დაისი არის ასამწუხაროდ. იცი ხა ამდენად გამოჩნდება. ძალიან ლამაზი დაისი არის. განსაკუთრებით ნათლისმცემლის მონასტრიდან არის საოცარი ეს ქვემო ქართლის ვაკეზე რო ეშვება. მზე ну იქ რაღაც ფერთა არ ვიცი უსაზრულო დიაპაზონი არის. გარესჩას უდაბნო. აი ესეთი მწვანე არის. ბედნიერი ვარ იმით რომ ჩემ დაბადების დღეს სიმწვანეა ყველაზე მეტად არის გამოღვიძებული ბუნება. ჩიტები, რაღაცა მოკლედ ჟივილ-ხივილი. უკვე ზაფხული იწყება, ის ეიფორია აღარ არის, თითქოს იკლებს ის ეიფორია ამ მათ ცხოველებში და ფრინველებში, რასაც პირველობისთვის, ანუ მდედრისთვის ბრძოლა ქვია, მაგრამ მაინც ესეთი მომენტი არის. თან ყოველთვის რატომაც ახლა იმიტომ არა რომ მე დავიბადე 8-ში, მაინც 8 ესეთი ნიშანი არის, შეკრული არის და ზოგადად ვიცით რომ 8 დაწოლილი რვიანი უსასრულობის სიმბოლო არის. ძალიან მიხარია რომ 8 ივნის ვარ დაბადებული და რა თქვა 7 ივნის. ხუმრობით რა თქმა უნდა დავარია რომ დაიბადე, მაგრამ მაინც 8 ივნისი რაღაცა სხვანაირად ჟღერს. კარგით, მოგეთ, დაგემშვიდობით, ძალიან დაუგეგმავი ვიდეო ჩავწერე, იმედია ვინმეს დაინტერესებს, არ ვიცი. ჩემი მონათხრობი ეს, თუნდაც ისტორია, ჩემი მოგზაურობის მცირედი ისტორია. არ ვიცი. მიყვარს საღამო ძალიან ბევრი საინტერესო ჩიტი ღამის გუშაგები ღვიძებენ ხოლმე და ბულბულიც არის, მაგრამ იშვიათი არის ხოლმე ბულბულის ხო.